წარმოიდგინე, 1220 წელია. რომში პაპი ხონორიუს მესამე და, მოკლედ, ევროპის მთელი პოლიტიკური ელიტა მოუთმენლად ელოდება ქრისტიანული სამყაროს ახალ მხსნელს. კი, და თან დასავლეთში პირდაპირ ხმები დადიოდა დიპლომატიურ წრეებში, რომ აღმოსავლეთიდან მოდის ვიღაც უძლეველი, ახალგაზრდა მეფე თავისი უზარმაზარი არმიით. ხო, ზუსტად ეგ არის. და მეთიც, ევროპელი ავტორები აღფრთოვანებით წერდნენ, რომ ამ მეფეს თან მოაქვს თავისი ლეგენდარული დედის თამარ მეფის ძვლები. ანუ იერუსალიმში რომ დაკრძალოს მაცხოვრის საფლავთან, ხო? კი ბატონო. ეგეთი წარმოდგენა ჰქონდათ მასზე, მაგრამ რეალობა იყო სრულიად განსხვავებული. შენ მიერ გამოგზავნილ წყაროებში ვკითხულობთ, რომ ზუსტად ამ დროს საკუთარ დედაქალაქში ეს ეგრეთ წოდებული მხსნელი მეფე არის სრული პოლიტიკური და მორალური იზოლაციის მსხვერპლი. აბსოლუტურ იზოლაციაშია. საკუთარი ეპისკოპოსები მას საჯაროდ ეძახიან ცოდვილს. ტრადიციული დიდებულები ფაქტობრივად ბოიკოტს უცხადებენ. და პლუს ამას ქალი, რომელიც მას სიგიჟემდე უყვარდა და რომლისგანაც შვილიც კი ყავდა, ეკლესიამ ძალით წაართვა და სახლიდან გააგდო. წარმოუდგენელი კონტრასტია საგარეო იმიჯსა და საშინაო რეალობას შორის. ზუსტად. და ეს კონტრასტი გახდა მიზეზი, რადგანაც გადავწყვიტეთ დღეს ამ თემაზე საუბარი. ჩვენი დღევანდელი ღრმა განხილვის მიზანია, რომ გავიგოთ, ვინ იყო რეალურად ლაშა გიორგი, იგივე გიორგი მეოთხე. მეფე, რომელიც ოქროს ხანის პიკში დაიბადა. კი, და რომლის ხელშიც ეს ყველაფერი პრაქტიკულად დასრულდა. ანუ, მინდა ჩვენს მსმენელთან ერთად გავარკვიოთ, იყო ის უბრალოდ უპასუხისმგებლო თავნება ახალგაზრდა, თუ უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედიის პირველი მსხვერპლი. მოდი ასე ვთქვათ, მისი ისტორიის გაგება აბსოლუტურად შეუძლებელია იმ ფსიქოლოგიური ტვირთის გააზრების გარეშე, რაც მას დაბადებიდანვე დააწვა. ეს ტვირთი ძალიან საინტერესოა. თამარის შვილობა ალბათ არ იყო მარტივი. ნამდვილად არ იყო. 1092 წელს, როდესაც თამარ მეფესა და დავით სოსლანს ვაჟი შეეძინათ, ეს უბრალოდ ბავშვის დაბადება ხომ არ ყოფილა, ეს იყო სახელმწიფოს გადარჩენის გარანტია. სახელ ლაშაზეც ხომ ამბობს მემატიანე, რომ განმანათლებელს, ქვეყნის მანათობელს ნიშნავსო. კი, ზუსტად. ანუ წარმოიდგინე, იზრდება ბიჭი ეპოქაში, სადაც საქართველო არის რეგიონალური ჰეგემონი, ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა და მას ეუბნებიან, ეს ყველაფერი შენია, ოღონდ უნდა იყო ზუსტად ისეთივე იდეალური, როგორიც დედა შენია. ეგ ხომ ფაქტობრივად შეუძლებელი მისია. ჩვენი წყაროდან, ქართლის ცხოვრებიდან, მემატიანე ძალიან საინტერესო პორტრეტს გვიხატავს. ის წერს, რომ ლაშა იყო გულადი, ტანად ძლიერი, მამაცი, მაგრამ ამავე დროს ძალიან თავნება. და ამაყი. დიდების მოყვარეც იყო. კი ბატონო, საოცრად უყვარდა მშვილდოსნობა, ცხემოსნობა, ნადირობა. ისი რა არის? შენი გამოგზავნილი წყაროების კითხვასას სულ რიჩარდ ლომგული მედგა თვალწინ. აჰა, საინტერესო შედარებაა. ხო, იცი, ისეთი ტიპის რომანტიკოსი მეფე, ნამდვილი რაინდი, რომლისთვისაც ბრძოლის ველი ბევრად უფრო კომფორტული გარემოა, ვიდრე სასახლის რაღაც ინტრიგები. რიჩარდ ლომგულის პერსონაჟთან მსგავსება ბრძოლის ველზე ნამდვილად არის. მაგრამ პოლიტიკური კუთხით ეგ შედარება არ მუშაობს. რატო? იმიტომ რომ რიჩარდს შეეძლო წლობით მიეტოვებინა ინგლისი და ჯვაროსნულ ლაშქრობებში ეომა. ინგლისის შიდა სისტემა ამას უძლებდა. ლაშა გიორგი კი რაღაცნაირად ტრადიციების და რაც თავარია ძლევამოსილი დიდებულების აბლაბუდაში იყო გახვეული. ხო, ეგ მართალია. თამარმა ის ხომ 13 წლის ასაკში დასვა თანამოსახდრეთ. თამარის სტილი იყო კონსენსუსი. ის დიდებულებს, მაგალითად მხარგრძელებს, უზარმაზარ ძალაუფლებას აძლევდა. ლაშას კი ეგ არ უნდოდა. არ სურდა ვინმესთვის ძალაუფლების გაყოფა. ამ დაპირისპირების ყველაზე ნათელი მაგალითი არის განძის ალყის ეპიზოდი. მე ამ ისტორიამ უბრალოდ გამაოგნა. ხო, ეგ ძალიან პოკაზატელნია, მოდი ქართულად ვთქვათ, ძალიან ნიშანდობლივი მომენტია. ანუ წარმოიდგინე სიტუაცია, განძელები აჯანყდნენ, ხარკის გადახდაზე უარი თქვეს, ლაშა კრებს ლაშქარს და მიდის. ალყის დროს ნაცვლად იმისა, რომ
უსაფრთხოდ იდგეს უკანა რიგებში, საიმპერატორო კარავში რას შვება? იღებს 4000 კაცს და გადის პირდაპირ წინა ხაზზე. ზუსტად. და უშუალოდ ხმლით ხელში იბრძვის. ჩემი გადმოსახედიდან ეს ხომ აბსოლუტური გმირობაა. ჯარისკაცისთვის ეგეთი მეფე ღმერთის ტოლფასია, მაგრამ ვკითხულობთ წყაროს და რას ვხედავთ? დიდებულები ბრაზდებიან. კი, განსაკუთრებით ივანე მხარგრძელი. ლამის ღალატში ადანაშაულებენ მეფეს ამ გმირობის გამო. აი ლოგიკური კითხვა მიჩნდება, რატომ ბრაზდებიან საკუთარ მეფეზე იმის გამო, რომ ის არის მამაცი? იმიტომ რომ შუა საუკუნეების სახელმწიფოსთვის მემკვიდრის არ მქონე მეფის სიკვდილი ნიშნავს სრულ კოლაფსს. ანუ შიდა ომი დაიწყებოდა. აბა რა, იქ არ არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ავტომატურად გადააბარებს ძალაუფლებას სხვას. ლაშას რომ განძის კედლებთან ის არის მოხვედრო და მეორე დღესვე თამარის იმპერიაში სამოქალაქო ომი ატყდებოდა. გასაგებია. ივანე მხარგრძელისთვის, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფოს მენეჯერი იყო, ლაშას საქციელი გმირობა კი არა, აი რაღაც აღმაშფოთებელი უპასუხისგებლობა და ეგოიზმი იყო. მათ მეფეს პირდაპირ უთხრეს, რომ შენი სიცოცხლე აღარ გეკუთვნის, ის სახელმწიფო საკუთრებაო. რამძიმე მოსასმენია ეგ ალბათ მეფისთვის. ანუ ფაქტობრივად აგრძნობინეს, რომ ის არის უბრალოდ გვირგვინოსანი ფიგურა და რეალური ძალაუფლება მათ ხელშია. კი, ეს იყო უდიდესი დამცირება მისთვის. ლოგიკურია, ახალგაზრდა ამბიციური ფიზიკურად უძლიერესი კაცისთვის ეს საშინელება იქნებოდა. და როგორც ჩანს, რადგან მისი პოლიტიკური ნაბიჯები დარბაზმა შეიბოჭა, ლაშამ გადაწყვიტა თავისუფლება ეპოვა პირად ცხოვრებაში. და ზუსტად მან დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა. მან დაარღვია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საეკლესიო და მორალური ტაბუც. აი ველისციხელი აზნაურის ასულის ისტორია ხომ ნამდვილი კინოსცენარია. წყაროები გვეუბნება, რომ ლაშას შეუყვარდა ქალი ქახეთიდან. მაგრამ იყო ერთი დიდი პრობლემა. უკვე გათხოვილი იყო. კი ბატონო, მეფემ კი არა უბრალოდ ფარული რომანი გააბა, არამედ პირდაპირ წამოიყვანა სასახლეში და ღიად დაიწყო მასთან ერთად ცხოვრება. და მე შვილიც შეეძინათ, ხო? დავითი. კი, მომავალი მეფე დავითულუ. საზოგადოებრივი წესრიგისთვის ეს ხომ აფეთქებული ბომბი იყო. ეკლესია, რომელიც თამარის დროს უდიდესი გავლენით სარგებლობდა, ამას ვერაფრით ვერ დაუშვებდა. ეს ისე რა არის, არ იყო მხოლოდ რელიგიური დოგმის საკითხი, ეს იყო იმის ჩვენება, თუ ვინ არის სახში უფროსი. ძალაუფლების დემონსტრირება იყო. რა თქმა უნდა, თუ მეფეს შეუძლია დაარღვიოს ქორწინების საიდუმლო და სხვის სიცოლი წამოიყვანოს, მაშინ რა აზრი აქვს ეკლესიის ავტორიტეტს? კათალიკოსის და ეპისკოპოსების რეაქცია იმდენად რადიკალურია, რომ დღესაც კი მიჭირს ამის დაჯერება. ჟამთა აღმწერელი ძალიან მშრალად, მაგრამ სასტიკად წერს, წარგვარეს ქალი იგი, დედა დავითისი და ქმარსავე მისცესო. მძიმე სანახავი იქნებოდა ეგ. წარმოიდგინე ჩვენო მსმენელო, სრულიად საქართველოს მეფეს, ჯარის უმაღლეს მთავარსარდალს მიუვარდნენ ეპისკოპოსები, ძალით გამოჰყლიჯეს ხელიდან საყვარელი ქალი, მისი შვილის დედა და უკან კანონიერ ქმართან დააბრუნეს. მაგრამ აი, ლაშას რეაქცია ამ ფაქტზე ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე უბრალოდ ვიღაც გაბრაზებული ახალგაზრდის ისტერიკა. რას გულისხმობ? მან პროტესტის ნიშნად უარი თქვა სხვა ქალის მოყვანაზე. ეს ხო იმას ნიშნავდა, რომ სახელმწიფოს შეგნებულად ტოვებდა კანონიერი მემკვიდრის გარეშე. ეს იყო შანტაჟი დიდებულების წინააღმდეგ. ვაუ, ეგ არ მიფიქრია. ანუ თუ თქვენ ერევით ჩემს ცხოვრებაში, მე დაგტოვებთ მემკვიდრის გარეშე. ზუსტად. მემატიანე გვიყვება, რომ ამის შემდეგ მეფე იწყებს ღამეულ ცხოვრებას. ის წერს სმა ჭამაზე, ლოთობაზე, თაფლუჭის სმასა და რინდებთან დაახლოებაზე. მოდი აქვე განმარტოთ ჩვენი მსმენელისთვის, რას ნიშნავს ეს ტერმინები. წყაროში ისინი ხომ ყოველგვარი ახსნის გარეშეა. ანუ თაფლუჭი იყო თაფლისგან დადუღებული იაფფასიანი სასმელი, ხო? კი, ძალიან მათრობელა და საკმაოდ იაფფასიანი. წარმოიდგინე, მეფე, რომელსაც სარდაფებში მსოფლიოში საუკეთესო ქართული ღვინოები უდგას, უარს ამბობს ამაზე და ქუჩაში იაფფასიან ლუთხანებში სვამს თაფლუჭს. და რაც შეეხება რინდებს. აი, რინდები არის გასაგები ლაშას პოლიტიკური სტრატეგიის გასაგებად. სიტყვა სპარსულიდან მოდის და აღნიშნავს თავისუფლად მოაზროვნე, ხშირად ბოჰემურ ტრადიციული ჩარჩოებიდან ამოვარდნილ ადამიანს. მემატიანე ხომ სასულიერო პირია და ამას ცალსახად უარყოფითად აღწერს. ბრალს დებს გემოთმოყვარეობაში.
კი, მაგრამ მოდი ცოტა პოლიტიკური კუთხით შევხედოთ, ვინ არიან ეს რინდები რეალურად. ესენი არიან ქალაქის მცხოვრებლები, ვაჭრები, ხელოვნები, ქალაქური ინტელიგენცია. მოიცა. ანუ შენ ამბობ, რომ ეს არ იყო უბრალოდ მეფის დეგრადაცია და ლოთობა ქუჩის ბიჯებთან ერთად? ზუსტადაც რომ არა. როდესაც ტრადიციულმა ფეოდალებმა და ეკლესიამ ლაშა დაბლოკეს, მან სცადა ალტერნატიული საყრდენის პოვნა. სად? სწრაფად მზარდ მდიდარ ქალაქებში, როგორიც იყო თბილისი. აჰა, ანუ ცდილობდა დაახლოვებოდა იმ ფენას, რომელიც არ იყო დამოკიდებული მემკვიდრეობით მიწებზე. კი ბატონო. ეს ძალიან გავს თანამედროვე პოლიტიკურ სვლას, როდესაც ლიდერი უპირისპირდება ელიტას და პირდაპირ ხუჩაში ხალხში გადის მათთან დასახლოებლად. მაგრამ სამწუხაროდ ეგ მცდელობა ძვირად დაუჯდა. წყარო ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი ღამის ექსკურსიისას ჩხუბში მას თვალიც კი დაუზიანეს. ხო, ეგ ძალიან მძიმე ფაქტია. ეს არის წარმოუდგენელი კონტრასტი. შიგნით ქვეყანაში მეფე არის სკანდალური ფიგურა, რომელსაც თვალი აქვს დაზიანებული ქუჩის ჩხუბში, სვამს თაფლუჭეს ბოჰემასთან ერთად და ეკლესია უმძიმეს ცოდვებში ადანაშაულებს. მაგრამ როგორც კი გადავხედავთ საქართველოს საზღვრებს გარეთ, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. იმიტომ რომ დასავლეთისთვის ის სრულიად სხვა განზომილების ფიგურაა. იერუსალემი მუსლიმების ხელშია და მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა მზადდება. და რომის პაპი ლაშას პირდაპირ წერილებს წერს, უწოდებს მას ქრისტიანობის ბურჯს. დიახ, და სთხოვს დახმარებას. ეს უბრალოდ პროპაგანდა იყო. რატომ მიფიქრე ეგრე? ხო იცი, როგორც ხდება ხოლმე. საკუთარი ჯარის გასამხნევებლად ევროპელები იგონებდნენ მითებს, რომ სადღაც აღმოსავლეთში ძლიერი მოკავშირე ყავთ. მართლა რეალური იყო ეს გეგმა, მართლა აპირებდა ლაშა იერუსალიმში წასვლას. გეგმა იყო აბსოლუტურად რეალური. ლაშა გიორგი არ იყო მხოლოდ მეოცნებე რაინდი. მან უდიდესი მოსამზადებელი სამუშაო გასწია ამისთვის. ანუ ჯარი მართლა შეკრიბა. გი, დაიმორჩილა ურჩივასალები, მოაწესრიგა სამხრეთის საზღვრები, შეკრიბა უზარმაზარი კარგად აღჭურვილი არმია და მზად იყო დასაძრავად. ეს მისთვის ხომ ორმაგად მომგებიანი იყო. როგორ? ჯერ ერთი ის ისტორიაში შევიდოდა როგორც იერუსალიმის გამათავისუფლებელი, რაც მას საბოლოოდ აამაღლებდა შიდა პოლიტიკური ინტრიგების ზემოთ. და მეორე, ის ზუსტად თავის ელემენტში იქნებოდა ბრძოლის ველზე. მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ ამ არმიას იერუსალიმი არასოდეს უნახავს. სამწუხაროდ. იმიტომ რომ სანამ ქართველები საბრძოლო აღჭურვილობას აგროვებდნენ და დასავლეთისკენ გასალაშქრებლად ემზადებოდნენ, აღმოსავლეთის ჰორიზონტი გაშავდა. გაჩნდა საფრთხე, რომლის სახელიც კი არავინ იცოდა. 1220 წელი. მემატიანე მათ უწოდებს უცხო თესლს. უცხო თესლი, რაღაც მისტიკურად ჟღერს. ეს იყო სრულიად იდუმალი, აპოკალიფსული ძალა ჩვენთვის. რეალურად კი ესენი იყვნენ ჩინგისყაენის საუკეთესო სარდლების, ჯებესა და სუბუდაის მეთაურობით გამოგზავნილი სადაზღვერო შენაერთები. ხო, ანუ ჯერ კიდევ დაზღვერვა იყო და არა მთავარი არმია. კი, მაგრამ უაღრესად ძლიერი. მათ უკვე გაანადგურეს ხვარაზმის იმპერია და კავკასიაში მხოლოდ იმიტომ შემოვიდნენ, რომ ჩრდილოეთით გადასასვლელი გზა ენახათ. წყაროებში აღწერილია შეტაკება მდინარე საგიმთან. მემატიანე გვაძლევს ასეთ ციფრებს, მონღოლების 12,000-იანი რაზმი უპირისპირდება ქართველთა 90,000-იან არმიას და ქართველები სასტიკად მარცხდებიან. კი, ეგრე წერს. მე მინდა ამაზე ცოტა შევჩერდეთ. პირველი ემოცია, რაც ამის წაკითხვისას გიჩნდება, არის გაოგნება. მოიცა, როგორ წააგო 90,000-მა 12,000-თან. ჟამთა აღმწერელი ხო ამას პირდაპირ ლაშას პირად ცოდვებს აბრალებს. ხო, წერს, რომ მოიწია რისხვა ზეგარდმოუსჯულოებათა და ცოდვათა ჩვენთათვისო. ანუ, რადგან მეფე რინდებთან იჯდა და სვამდა, ღმერთმა სასჯელად ეს უცხო ხალხი გამოგვიგზავნაო. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ომებს ცოდვები არ იგებს. რა მოხდა რეალურად ბრძოლის ველზე? მოდი ჯერ დავიწყოთ ციფრებით. 90,000 არ იყო უშუალოდ ველზე მდგომი პროფესიონალური ჯარი. ეს იყო ქვეყნის სრული სამობილიზაციო პოტენციალი. ანუ ფაქტობრივად ყველა მამაკაცი, ვისაც იარაღის დაჭერა შეეძლო. ზუსტად. რეალურად ბრძოლის ველზე ძალები ბევრად უფრო თანაბარი იქნებოდა. რაც შეეხება მარცხის მიზეს, ეს ფიზიკის და სამხედრო ტაქტიკის ბრალი იყო და არა ღვთიური რისხვის. აი ეგ არის ყველაზე საინტერესო. როგორ მუშაობდა მონგოლების ტაქტიკა ჩვენების წინააღმდეგ. წარმოიდგინე ქართული ჯარი.
ეს არის კლასიკური მძიმედ შეიარაღებული რაინდული კავალერია. მათი ტაქტიკა აგებულია პირდაპირ ფრონტალურ გამანადგურებელ შეჯახებაზე. ჯავშანი მძიმეა, ცხენებიც მასიურია. და მონღოლები. მონღოლები კი იყვნენ სუბუქი კავალერია პატარა ამტან ცხენებზე. მათ არ სჭირდებოდათ ლოგისტიკური ხაზები. საგიმთან მათ გამოიყენეს თავიანთი საფირმო ტაქტიკა, ვითომ შეეშინდათ და უკან დახევა დაიწყეს. მახე დაუგეს. კი. ქართული მძიმე კავალერია, რომელსაც ეგონა რომ მტერს გააქცია, დაედევნა მათ და დააკვირდი ფიზიკურ პროცესს. მძიმედ აგჭურვილი რაინდები კილომეტრების განმავლობაში მისდევენ სუბუქ ცხენოსნებს, რომლებიც გარბიან და თან უკან სრული სიზუსტით ისვრიან ისრებს. ვაუ, ქართული ჯარი უბრალოდ გამოიფითებოდა, ხო? ზუსტად. ცხენები დაიღალენ, წყობა მოიშალა და როცა მონღოლებმა დაინახეს, რომ ქართველები ხაოსში არიან, ფლანგებიდან შემოერტყნენ და გაანადგურეს. ეს ნამდვილი კოშმარი იქნებოდა. მტერი, რომელსაც ვერ ეწევი, მაგრამ რომელიც გამუდმებით გკლავს. მემატიანეც კი გაოგნებულია მათი სისწრაფით. მაგრამ მიუხედავად ამ ტრაგედიისა, მე მაინც მინდა ლაშას პოლიტიკური ალღო დავიცვა რაღაცნაირად. ხშირად მას ხომ წარმოაჩენენ როგორც გართობაზე გადართულ მეფეს. თუმცა წყაროები გვეუბნება, რომ პირველი მარცხის შემდეგ ლაშამ სრულიად პრაგმატული, სწორი დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა. კი, მან დაიწყო რეგიონალური ანტიმონღოლური კოალიციის შექმნა აზერბაიჯანის ათაბაგ უზბეკთან ერთად. ხო, ანუ მან ზუსტად მიხვდა, რომ ეს არ იყო ლოკალური პრობლემა და მას მარტო ვერ გაუმკლავდებოდა. ეს ნამდვილად საგარეო პოლიტიკური სიმციფის ნიშანია. ლაშამ გააცნობიერა, რომ მონღოლებთან პირისპირ დარჩენა თვითმკვლელობა იყო. თუმცა მონღოლების დაზვერვაც ფანტასტიკურად მუშაობდა. ვერ მოასწრეს კოალიციის შეკვრა. ვერა. სანამ კოალიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა, ჯებემ და სუბუდაიმ ზამთარში სრულიად მოულოდნელად გადმოლახეს მთები და თავს დაესხნენ ქართველებს. შუა საუკუნეებში ზამთარში ომი ხომ თითქმის არ ხდებოდა. ტრადიციული წესების სუხეში დარღვევა იყო. ქართველმა მიუხედავად მოულოდნელობისა გმირულად იბრძოლეს, მაგრამ ტაქტიკურმა უპირატესობამ თავის იქნა და სწორედ ამ ბრძოლებში მიიღო ლაშა გიორგიმ ის უმძიმესი ჭრილობები, რომელმაც საბოლოოდ მისი ბედი გადაწყვიტა. ეს არის ალბათ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ეპილოგი. წარმოიდგინე, ახალგაზრდა მეფე უმძიმესი ჭრილობებით, ფიზიკურად და მორალურად განადგურებულია. ერთ მხარეს არის ბრძოლის ველზე განცდილი შოკი სრულიად უცხო მტრისგან და მეორე მხარეს განუწყვეტელი კონფლიქტი ეკლესიასთან და საყვარელ ქალთან დაშორების ტკივილი. წყარო ასე ლაკონიურად წერს, სნეული იყო ხორცთა შინაო. ლაშა გიორგი მიემგზავრება ბაგავანში, სადაც ის 1222 თუ 23 წელს, სულ რაღაც 31 წლის ასაკში კვდება. პარადოქსია, მაგრამ ის კვდება ზუსტად იმ დროს, როცა თავისი დის რუსუდანის შირვანშაჰზე გათხოვებას გეგმავდა. ანუ პოლიტიკური კავშირების გამყარებას ცდილობდა ბოლო წუთამდე. კი, მისი სიკვდილით კი იწყება ზუსტად ის კატასტროფა, რომლისაც ასე ეშინოდათ დიდებულებს. და აქ მივადექით მთავარ კითხვას, რომელიც მინდა შენც დაგისვა და ჩვენმა მსმენელმაც დაფიქრდეს. იყო თუ არა ლაშას გარდაცვალება საქართველოს ოქროს ხანის დასასრულის ოფიციალური დასაწყისი? ჟამთაღმწერლის ლოგიკას თუ გავყვებით, ლაშას ეპოქა იყო ის თხელი მემბრანა, რომელიც აკავებდა კატასტროფას. მემკვიდრის გარეშე დარჩა ქვეყანა. ზუსტად. დავით ულუ ხომ ეკლესიის გადაწყვეტილებით უკანონოდ ითვლებოდა და თახტზე ვერ ავიდოდა. თახტზე ადის რუსუდანი, რომელსაც არ აქვს ძმის სამხედრო გამოცდილება და არც ის ავტორიტეტი. და მერე იწყება შიდა ქაოსი. კი, დიდებულები მაშინვე იწყებენ ძალაუფლების გადანაწილებას. და სულ მალე, ჯერ ხვარაზმშაჰი ჯალალ-ედ-დინი შემოდის და თბილისს ანადგურებს. და მერე მონღოლების მთავარი ტალღაც ბრუნდება. კი ბატონო. საოკუპაციო ტალღა ლაშამ დატოვა ქვეყანა, რომელიც გარედან რუკაზე ისე უზარმაზარი და ძლიერი ჩანდა, მაგრამ შიგნიდან მისი ინსტიტუციური ფუნდამენტი უკვე მთლიანად გამოფრქეკილი იყო. წარმოუდგენლად ემოციური და, მოდი ასე ვთქვათ, მძიმე ისტორია. მეფე, რომელსაც უნდოდა ყოფილიყო რაინდი, რომელსაც უნდოდა ყვარებოდა ის, ვინც თავად აირჩია, აღმოჩნდა ისტორიის უდიდესი გრიგალის ეპიცენტრში და ფაქტობრივად ამ გრიგალმა შთანთქა. ნამდვილად ეგრეა. ჩვენი დღევანდელი ანალიზის დასასრულს მინდა შენ ჩვენო მსმენელო ერთი ბოლო დამაფიქრებელი იდეა დაგიტოვო. რაზეც შეგიძლია დამოუკიდებლად იფიქრო.
ეს კითხვა პირდაპირ გამომდინარეობს იმ წყაროებიდან, რომლებიც დღეს განვიხილეთ. საინტერესოა რა კითხვაა. რა მოხდებოდა? ლაშა გიორგის რომ თავიდანვე დაეთმო თავისი პრინციპები. რა მოხდებოდა ის რომ ბოლომდე დამორჩილებოდა ეკლესიას, დაეთმო საყვარელი ქალი, მოეყვანა პოლიტიკურად მომგებიანი, თუმდაც უცხოელი პრინცესა ცოლად და ყოლოდა კანონიერი მემკვიდრე. ძალიან კარგი კითხვაა. ექნებოდა თუ არა საქართველოს უფრო მყარი სტაბილური სახელმწიფოებრივი ფუნდამენტი ჯალალედინისა და მონგოლების შემოსევისას. ანუ შევძლებდით თუ არა გადარჩენას. ზუსტად, შევძლებდით ამ ტაიფუნის გადატანას შიდა ერთიანობით, თუ ისტორიის დინებას ეს მაინც ვერ შეცვლიდა და მონგოლური სამხედრო მანქანა, რომელმაც ნახევარი მსოფლიო წალეკა, ნებისმიერ შემთხვევაში გაანადგურებდა საქართველოს ოხროს ხანას. იფიქრე ამ კითხვაზე. დიდი მადლობა, რომ შენი დრო დაგვითმე და ჩვენთან ერთად გამოემგზავრე ამ უაღრესად საინტერესო ისტორიულ ღრმა განხილვაში. მომავალ შეხვედრამდე.